მოგესალმებით, ეს არის კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. $360,000 ლობისტური საქმიანობისთვის. შტატების იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის მიხედვით ნაციონალურმა მოძრაობამ კომპანია Nelson Mullins-ი დაიქირავა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლობისტური კომპანია იქნება ნაციონალური მოძრაობის დიპლომატიური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებებთან. ასევე დაეხმარება პოლიტიკურ პარტიას უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში. ცნობისთვის მიხეილ სააკაშვილის პარტია 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ფარას დოკუმენტების მიხედვითვე ამ კომპანიიდან მოწირულობებს კონგრესმენი ჯო ვილსონიც იღებდა. Nelson Mullins-ისთან გაფორმებულ 6 თვიან ხელშეკრულებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს. რა მომსახურებას იღებს ნაციონალური მოძრაობა, რა განმარტებები გაკეთდა პარტიაში და როგორია თემაზე გამოხმაურება. შოთა ფალავანდიშვილი განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. ფარაძე დოკუმენტი სულ რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა, სადაც ირკვევა, რომ Nelson Mullins-თან ნაციონალურმა მოძრაობამ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 11 ივლისს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით $360,000 გადაიხდის ოპოზიციური პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში დიპლომატიური მომსახურების, ლობიზმისა და არჩევნების დემოკრატიულად წარმართვის კუთხით, ასე ვთქვათ, დახმარების სანაცვლოდ. ხელმომწერი აღნიშნულ დოკუმენტზე არის პეტრე ცისკარიშვილი და შეიძლება ითქვას ისიც, რომ ეს კომპანია პირდაპირ არის დაკავშირებული გარკვეულწილად კონგრესმენ ჯო ვილსონთან. კომპანია რეგისტრირებული არის კაროლინას შტატში, ქალაქ კოლუმბიაში. კაროლინის შტატს წარმოადგენს კონგრესში სწორედ ჯო ვილსონი, რომელიც წლების განმავლობაში აღნიშნული ლობისტური კომპანიისგან საარჩევნო დაფინანსებას იღებდა. მათ შორის 2024 წელს ჯო ვილსონმა კომპანიისგან შემოწირულობის სახით $10,000 მიიღო. ასევე Nelson Mullins-ის მხრიდან ხორციელდებოდა დაფინანსება ლინცი გრემის საარჩევნო კამპანიის კუთხითაც. აღნიშნულ მომსახურებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი არის გამოყოფილი. თავად ლობისტური კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ნაციონალური მოძრაობის სასიკეთოდ, ასე ვთქვათ, ლობისტური კამპანია აწარმოოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში და ამავდროულად ხელი შეუწყოს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ამერიკული მხარის განწყობების შექმნას. უნდა ითქვას ისიც, რომ დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებში თავად ნაციონალური მოძრაობა არ მონაწილეობს, თუმცა ერთ-ერთი პუნქტი ამ ხელშეკრულებაში სწორედ ესეც არის. ფირმა მოგაწვდით რჩევებსა და გაგიწევთ დახმარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დიპლომატიური აქტივობების მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის პარტიასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. გარდა ამისა, ჩვენ დაგეხმარებით ძალისხმევაში, რომ უზრუნველყოთ საქართველოს რესპუბლიკაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წინა არჩევნები დაკავშირებული იყო არაერთგვაროვანობასა და კონტროვერსიებთან. ამიტომ ჩვენი ფირმა განახორციელებს მთავრობასთან ურთიერთობის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობას მომავალ არჩევნებში. ნაციონალურ მოძრაობაში არ სურთ დეტალებზე ისაუბრონ, თუ რატომ გახდა ლობისტური კომპანიის დაქირავება საჭირო განსაკუთრებით ამ პერიოდში. ამბობენ, რომ რაიმე სახის კავშირი ამ კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტების მიხედვით მტკიცდება, რომ Nelson Mullins-ი წლების განმავლობაში ჯო ვილსონის ერთ-ერთი დამფინანსებელია, არ აქვს. ასევე ამბობენ იმასაც, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მათი მოტივი არის არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, არამედ ზოგადად ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ამის ლობირება. რაც შეეხება მმართველ გუნდს ქართული ოცნებისთვის, ეს არის პირდაპირ ილუსტრაცია, მათ შორის ჯო ვილსონის არაკეთილსინდისიერი საქმიანობის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პირდაპირ დადასტურდა რა ფასად ცდილობს აღნიშნული კონგრესმენი საქართველოს სახელის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სახის манипуляციებით დასვრას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ვილსონის არაობიექტურობაში მათ ეჭვი არასდროს ეპარებოდა, თუმცა დღეს გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე მათი ლობისტების უმრავლესობა საზღვარგარეთ მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყნის დისკრედიტირებას და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას. თითქოს ლობისტური კომპანია, რომელიც თვითონ იღებს რესურსებს პიროვნებებისგან, პარტიებისგან, კომერციული ორგანიზაციებისგან, სხვა საკითხების ლობირებაში, თურმე თვითონ შეიძლება იყოს რომელიმე კონგრესმენის საარჩევნო კამპანიის დამფინანსება. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს საქართველოში, დიდი ხანია, თუ ვიღაცას მოკლე მეხსიერება აქვს.
ჩვენ ვამბობდით, რომ აუცილებლად დადგებოდა ის დღეს თუ ხვალ, როდესაც გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში ჯო ვილსონის აქტიურობის უკან იყო ფული. და ჩვენ დღეს გავიგეთ, რა არის თურმე ჯო ვილსონის მხრიდან საქართველოს სიყვარულის და მეგობრობის ფასი. ეს არის $360,000, დაახლოებით 1 მილიონი ლარი. ქართულ პოლიტიკაში ჩვენ გვახსოვს, ბევრი ცდილობდა 1 მილიონი ლარის შოვნას, მილიონების შოვნას და როგორც ჩანს, ბატონ სანიკიძეს დღეს უკვე შეუერთა ბატონი ვილსონიც, რომელიც ქართული პოლიტიკიდან ცდილობს მილიონების შოვნას. ეს არის რეალურად მათი მეგობრობის, ვითომ მეგობრობის, პოლიტიკური აქტიურობის უკან სინამდვილეში დგას ფული და არა რაღაც ალტრუისტული ინტერესები, ნამდვილად საქართველოს სიყვარული. ნაციონალური მოძრაობა, როგორც ფარას დოკუმენტით ირკვევა, ნელსონ მალინს $360,000, რომელიც თითქმის მილიონი ლარია, გადაუხდის ლობისტური საქმიანობის სანაცვლოდ. ირკვევა ისიც, რომ აღნიშნულ კომპანიას გარკვეული კავშირები წლების განმავლობაში კაროლინას შტატში აქვს როგორც ლინდსი გრემთან, ისე კონგრესმენ ჯო ვილსონთან. მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში მიიღო ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. ტულსი გაბარდი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსნებს შეთქმულებაში ადანაშაულებს. დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არჩევნებში რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებები იყო გამოგონილი. ამერიკელი მაღალჩინოსანი იმასაც ირწმუნება, რომ დანაშაული ტრამპის წინააღმდეგ Deep State-ის დავალებით ჩაიდინეს. და პოსტი, რომელზეც ყველა საერთაშორისო მედია წერს. დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე დადო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო, სადაც ბარაკ ობამას ოვალურ კაბინეტში ხელბორკილებს ადებენ, შემდეგ კი ის ციხეშია. იმიტაციას წინ უძღვის კოლაჟი, სადაც დემოკრატი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას. ეს მასალა შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ გვერდზე განათავსა. შტატებში მიმდინარე გამოძიებასა და პროცესების საქართველოსთან კავშირზე განმარტებები პრემიერ-მინისტრმა ღამის კურიერის ეთერში გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არაფორმალური ძალები პრორუსის იარლიყის პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციისათვის იყენებენ და მსგავსი კამპანია მისივე სიტყვებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაიწყო. კამპანია პრორუსულობასთან დაკავშირებით ტიპი ხელწერა, ხო, ეს არის ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა 2011 წლის ბოლოს განაცხადი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. იქიდან მოყოლებული უკვე წარმოებს ეს კამპანია პრორუსულობასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მარტივი ხელწერა, ხო? ეს არის ეგრეთ წოდებული Deep State-ის ხელწერა. აქ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ Deep State არ არის ჩვენს მიერ მოგონილი ტერმინი, ჩვენ სხვა ტერმინს ვიყენებდით, სხვათა შორის ამასაც შევახსენებ საზოგადოებას. ჩვენი ტერმინი, რაც ვიყენებდით, იყო გლობალური ომის პარტია და რასაც ჩვენ უწოდებდით გლობალურ ომის პარტიას, იმას მოიხსენიებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია როგორც Deep States. და რეალურად ხელწერა არის უცვლელი ქვეყნების მიხედვით, პრაქტიკულად ერთი და იგივეა, იდენტურია ეს ხელწერა. არის მარტივი რაღაც იარლიყი, პრორუსი და როდესაც ჩვენ გინდა ისეთი პოლიტიკური ძალა გამოიყვანო დისკრედიტირებულად, რომელიც არ მოგწონს, აწებებ ძალიან მარტივად მას პრორუსის იარლიხს. თქვენ რო დაუჯეროთ Deep States და მის აგენტურას, რუსეთი გამოდის მსოფლიო იმპერია. იმიტომ რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, გავლენიან ძალებზე როცა არის საუბარი, წამყვანი ოპოზიციური ძალები რო ავიღოთ. საფრანგეთში ყოფილა რუსეთის მარიონეტი. უფრო მეტიც თავის როზე ტრამპის არჩევაშიც მიუღია მონაწილეობა რუსეთს. ანუ ამერიკა მის ხელში იყო, ლათინური ამერიკა მის ხელში იყო, რუსეთის ხელში იყო, აქეთ უნგრეთი, სლოვაკეთი, სერბეთი, საქართველო, საფრანგეთში და რუმინეთში იმის რუსეთმა მოიყვანა თავის ხელისუფლება, მსოფლიო იმპერიად გამოყავთ. ხო, სინამდვილეში რა ხდება? არის მარტივი სპეკულაცია, შენ გაქვს მტრის ხადი და შენს ოპონენტს ასე ვთქვათ უკავშირებ აღქმაში ამ მტრის ხატს. აი უმარტივესი მაღლა გებელსისეული მეთოდია. პირდაპირ ომის რიტორიკა წარმოებს ევროპელი პოლიტიკოსების ასე ვთქვათ მეშვეობით. ეს ძალიან მკვეთრად ჩანს. ინტერესი, Deep State-ის ინტერესი არის, რომ გახანგრძლივდეს ომი. რა თქმა უნდა, ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ბუნებრივია ეს შესძლო თეორიული სცენარი და პრაქტიკული სცენარი განადგურებას უქადეს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ Deep State-ისთვის იქნება ძალიან მომგებიანი და ამაზე საუბრობენ დღენიადაგ ევროპელი პოლიტიკოსები, მათი უმეტესობა, რა თქმა უნდა,
სახეზეა მეორე ფრონტის ინტერესიც. აქედან გამომდინარე არავის უნდა გვერდეს რომ ზეწოლა ქვეყანაზე გრძელდება, საქართველოზე გრძელდება, ვიდრე არ გაქრება ომის ინტერესი, მანამდე ეს ზეწოლა აუცილებლად იქნება. პოლიტიკური დისკუსიის თემად რჩება ევროკომისიის რეკომენდაციები. ქართული ოცნებას სვამს კითხვას, რა კავშირშია ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ვიზო რეჟიმის გაუქმებასთან. 8 პუნქტ შორის, რომლის შესასრულებლად ხელისუფლებას დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს, ერთ-ერთი ეხება აღნიშნული კანონის და ფარას ანალოგის გაუქმებას. ეს მოთხოვნა ქართული ოცნების ლიდერებისთვის გაუგებარია, ელოდებიან დამატებით განმარტებას მათ შორის ევროკავშირის ელჩისგან. კეთი ზანთარაია განაგრძობს თემაზე საუბარს და მისგან მოისმენთ პოლიტიკურ შეფასებებს. პოლიტიკური შანტაჟის მორიგი მცდელობა ასეთი არის სახელმწიფო გუნდის დამოკიდებულება იმ განცხადებებთან და პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ისმის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და როდესაც დგას საკითხი კონკრეტული კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის კანონები, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტს აქვს მიღებული, არ არის საფრთხის შემცველი და რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული ამ კანონების მოქმედება არ უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციასთან მიმართებაში. ველით წინასაარჩევნოთ სიტუაციის გაცხელებას უცხოეთის მხრიდან და მცდელობას, რომ შიდა ოპოზიცია გააძლიერონ რაღაცნაირად. სინამდვილეში სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით. საბოლოო ჯამში ყველაფერი დავიდა 2-3 კანონთან, 2-3 საკითხთან, რომელიც კანონებზე ძირითადად საუბარი. სწორედ ეს მიანიშნებს იმას, რომ ამ საკითხების გამოყენება ხდება პოლიტიკური შანტაჟისთვის, თორე სინამდვილეში ამ კანონებს აბსოლუტურად არანაირი კავშირი უვიზო სისტემის გამართულად ფუნქციონირებასთან არ აქვს. ეს იგივეა, რომ ტექდათვალიერებაზე მიიყვანო მანქანა, დააკმაყოფილოს მანქანა ყველა კრიტერიუმი და შემოწმებელი მოგედაოს, რატო ყავს ლურჯი მანქანა, უნდა ყავდეს წითელი მანქანა. ეს მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირშიც ლურჯი მანქანებიც ყავს, წითელის და სხვა ფერის მანქანებიც. არანაირი კავშირი ამ კანონებს, ამ სისტემას ფუნქციონირებასთან, ევროკავშირის უსაფრთხოებასთან არ აქვს. კანონებთან დაკავშირებით აქვთ კითხვები ხელისუფლების ოპონენტებსაც, ისინი ამბობენ, რომ გასაუქმებელი არის კონკრეტული კანონები იმისთვის, რომ საქართველოს არ დაკარგოს მთავარი მონაპოვარი და როდესაც საუბარი არის ქვეყნისთვის ვიზა ლიბერალიზაციაზე. დღეს ხელისუფლების ოპონენტები საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ევროპელი ლიდერების მხრიდან ისმის კონკრეტული მოწოდებები კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით, ეს ეხება სწორედ ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპების დაცვას. ეს საკითხები ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რომ არავინ არ იყოს დაჭაგრული, რაც არ უნდა ჩვენგან განსხვავებული იყოს, რაც არ უნდა ჩვენგან განსხვავებულად ფიქრობდეს, ეს არის ფუნდამენტური პრინციპები. დანარჩენი ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჩვენი ტრადიციებისა და ჩვენი რწმენის შესაბამისად. არავინ არაფერს არ გვაიძულებს, არავინ არაფერს არ გვაძალებს. ეგით ქართველებს შეუნარჩუნდებათ, ჩვენ იმედი გვაქვს, შეუნარჩუნდებათ ევროკავშირში უვიზოთ მიმოსვლის შესაძლებლობა. საერთოდ არაფერ შუაში არ არის დედა, მამა და კაცებს გათხოვებისგან ვიცავთ ეს პროპაგანდა. ოცნება, რა თქმა უნდა, არ არის მზად, არ სურს, რომ მაგალითად ებრძოლოს კორუფციას. ამიტომ რა თქმა უნდა გამოდის და მთელს პროპაგანდას აგებს იმაზე, რომ თურმე ევროპა კაცების გათხოვებას ითხოვს. ანუ ამ 11 წლის განმავლობაში ამას ითხოვდნენ და მაინც გაიძახოდნენ, რომ ევროპა გვინდაო? მსგავსი შინაარსის განცხადებები მმართველი პარტიის ლიდერებისთვის ეს არის საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც. რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია არკვევს, გთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს 100 ნარჩევი გოგო ბიჭის მიგვრას. ამიტომ და გამორკვევის მიზანი სინამდვილეში მათი პროპაგანდით ნაკვები აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა. მთავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა რატომღაც რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ხალხის მიერ ხმამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. ბრიუსელის მაამებელი
პროპაგანდის კვალი ჩანს მედიის ქცევაშიც, რომლებიც არაფრის ძალით არ მიმართავენ ამ საკითხში გარკვევის ყველაზე სწრაფ გზას, ევროკავშირის ელჩისთვის მარტივი კითხვების დასმას. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩი, როგორც სხვა დროს, არ დაზარდებათ და პასუხს გასცემს მათ კითხვებს. უნდა გაუქმდეს თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აკრძალვა. უნდა გაუქმდეს თუ არა სქესის სამართლებრივად შეცვლის აკრძალვა. უნდა გაუქმდეს თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითების აკრძალვა. უნდა გაუქმდეს თუ არა ბაღებში, სკოლებში LGBT პროპაგანდის აკრძალვა. გათხოვილ კაცებზე გადაობით უნდათ გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი. ასეთი გოიმური დავალების შესრულება როგორ შეიძლება? ძალიან ამოვარდა დიფ აგენტურა კალაპოტიდან. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ბოლო პერიოდში გამოვლინდა კიდევ ერთხელ ევროპელი ლიდერების მხრიდან და მათივე თქმით ევრობიუროკრატების მხრიდან, ეს არის საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო დამოკიდებულება და ისინი ითხოვენ, რომ ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება ობიექტურად შეფასდეს. ეს კეთი ზანთარაია იყო. ევროკომისიის დათქმას მოსახლეობის დასჯის მცდელობას უწოდებს. ირაკლი კობახიძე ღამის კურიერის ეთერში მან კიდევ ერთხელ ისაუბრა უსამართლო მიდგომებზე, ამ კონტექსტში კი პარალელი გაავლო მოლდოვას და საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის. სრულ საწყისებზე იქ პროცესი არის უკიდურესად უსამართლო ქართული ხალხის მიმართ და აქაც ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო. ხშირად ვადარებთ ხოლმე მოლდოვას, ჩვენს ქვეყანას და აღარ მინდა გავიხსენო შედარებები. კორუფცია ყავის მოლდოვაში, უკიდურესი სისუსტე ინსტიტუტების, DST-ის წევრია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ უამრავი პრობლემაა მოლდოვაში. ამის მიუხედავად, მოლდოვა ლამის გამოცხადებულია ახალ დემოკრატიის შუქურად, იქ პარტიებს გძალავენ, მაგრამ ეს ძალიან კარგია, პირიქით აქებენ ამისათვის, პოლიტიკოსებს იჭერენ ესეც საქებარ სიტყვებს იმსახურებს, საქართველოში ეს ყველაფერი არ შეიძლება და აშკარად სახეზეა უსამართლობა, ხო? როდესაც ჩვენ ვადარებთ ერთმანეთს საქართველოს და მოლდოვას და ეხლა საჩანს კიდევ ერთი უსამართლობა უშუალოდ ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებით. მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45% იყო მომხრე. 45% იყო მომხრე. და საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატიის ძალისხმევით შემცირდა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ნდობა არა მარტო სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, არამედ ევროკავშირის როგორც ასეთის მიმართ, მხარდაჭერა არის ჯერ კიდევ ბევრად უფრო მეტი, ვიდრე 50%. და ასეთ პირობებში შენ გადაწყვეტე დასაჯო საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნა სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. ხო, იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ უბრალოდ არ ვიცი, მართლა სამარცხვინოა ის, ასე ვთქვათ, ქმედებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. არ ვიცით, ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა დღეს საკავშირო ხელისუფლება, ევროკავშირის ხელისუფლებას გულისხმობ. დაახლოებით ისეთი ვითარება, როგორიცაც იყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლება 90-იანი წლების დასაწყისში. მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია არ გადადგავს სრულიად არაპრაგმატულ, კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს. დანარჩენი ვნახოთ, ასეც და ისეც რეალურად ვერც ეს манипуляცია ვერ იქნება ვერავითარ შედეგზე გათვლადი. ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზა ლიბერალიზაციას. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ვიზოთ დადიან ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ. ოღონდ რა თქმა უნდა რაციონალურ ფარგლებში, მაგრამ ეს სპეკულაციები მასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკური ზრდა, ვიზა ლიბერალიზაცია და შემდეგ ეს არის თავიდან ბოლომდე თითთან გამოწვეული. კორუფცია, ხელისუფლების მიდგომა, თორნიკე რიჟვაძის საქმე, ბრალდებები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მისამართით. ამ თემებსაც შეეხო ირაკლი კობახიძე რუსთავის ეთერში, მან ისაუბრა რიჟვაძის წინააღმდეგ ზეწოლის კამპანიაზე, რომელიც გარკვეული პირების ინტერესებს დაუკავშირა. კამპანია პრორუსულობასთან დაკავშირებით ტივი ხელწერა, ხო, ეს არის გარკვეული სპეკულაციები მოყვა ჩემ ამ განცხადებას და ითქვა, რომ ქართული ოსნების წარმომადგენლები აფინანსებდნენ ნაცებს, ასეთი მესიჯები მოვისმინე, გზავნილები მოვისმინე. ხო, რეალურად რაში იყო საქმე და რაში არის საქმე. სადაც საქმე გვაქვს კორუფციასთან, იქ არ არსებობს პოლიტიკური კუთვნილება. კორუმპირებული არის კორუმპირებული. თუ კაცი არის კორუმპირებული, ის არ არის არც ქართული ოსნება და არ არის არც ნაცი. აი მაგალითები დავასახელე
ნაცების შემთხვევაში არც ნოდარ მელაზია სინამდვილეში ნაცი და არც ლევან ხაბეიშვილია ნაცი. ორივე არიან კორუფციის ბეთრქული შვილები. იგივე ეხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც მე გულისხმობდი, რა თქმა უნდა, გარშემო სახელების და გვარებში, მაგრამ რეალურად იგივე ეხება ამ ადამიანებსაც. ესენიც არ იყვნენ ქართული ოცნება, როდესაც ადამიანი ფულზე იყიდება, იმას აღარ აქვს პარტიული კუთვნილება. იქ არის უკვე რაღაცა ვიწრო სუბიექტური მერკანტილური ინტერესები და ამასთან ქონდა ჩვენ რეალურად საქმე. ანუ კორუფციას უკავშირებენ თქვენი ოპონენტები თორნიკე რიჟვაძის ინციდენტსაც. რას უპასუხებთ ამას, როდესაც საუბარია, რომ აქ საუბარი იყო მის კორუფციულ რაღაც თემებზე და სწორედ ამას მოყვა ეს უსიამოვნო ისტორია. როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე, თუ ვინმე ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს, ეს იყო სწორედ იგივე ხაზი, ხო? ეს იყო პირველ რიგში ტევე პირველი, იგივე ნოდარ მელაძის ხაზი და ასევე იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი ქვია თუ რა ქვია, არ ვიცი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ გავრცელებდა ბრალდებებს კორუფციასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ბარიგების ფარველობასთან დაკავშირებით. და თქვენ რო გაიხსენოთ თორნიკე რიჟვაძის წერილი, აქ საუბარია სწორედ კორუფციულ ბრალდებებზე და ბარიგების ფარველობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. ეს კონკრეტული ბრალდება, ბოლო ბრალდება განსაკუთრებით ეს ბარიგების ფარველობა ეწერა ერთ-ერთი კონკრეტული ადამიანის პოსტში, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან და ნოდარ მელაძესთან ერთად ის იგივე წყაროზე, კორუფციულ წყაროზე რომელზეც ეს ადამიანებიც ისხდნენ. ნუ აქ ყველაფერი დღესავით ნათელია, ხო, ვიღაცას უნდოდა ცეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე და ასეთ ბრალდებებს აწერინებდა. შეიძლება იყოს ხო კონკრეტული პირები, რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ ვიცით. მაგალითად უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს ჰქონდა კონკრეტული მეცახელი მიკუთვნებული და შესაბამისად ვიცით წყარო რა იყო ამ დაფინანსების კი ბატონო მეცახელი ეს იყო წყაროც ვიცით რა იყო და ნუ შესაბამისად კონკრეტული პირები იგულისხმებიან რა თქმა უნდა. სტიქიამ სამი რეგიონი დააზარალა ლენტეხში სამუშაოები მიმდინარეობს გვიან ღამის ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში მეწყერის რამდენიმე კერა წარმოქმნა დაზიანდა საავტომობილო გზები და ხიდები სტიქიის ზონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა ტურისტების ჯგუფი მათ ტერიტორიას სამაშველო ჯგუფების დახმარებით დატოვეს ამ დროისთვის ლენტეხიდან სოფელ მელემდე საავტომობილო გზა მაღალი გამოვლობის ტრანსპორტისთვის გახსნილია რაც შეეხება ცაგერს ძლიერმა წვიმამ ორბელის თემში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა კურორტ ლაშიჭალისკენ მიმავალ გზაზე დააზიანა ხიდი და ამ დროისთვის კურორტის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია. გზის გაწმენდითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ლენტეხი, ქუთაისის ლენტეხი ინვესტიციის მიმართულებით 98 გზაზე თლიანად ხიდია წარებული ამ ეტაპზე მოძრაობა გადაგეტილია. ჩვენი ინფორმაციით ამ ეტაპზე უკვე 5 მეწყერია ჩამოსული. არსებობს დამხმარე კომისია, რომელიც ითვლის პროცესში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოახდინა ოპერატიულად ტექნიკის მობილიზება და პირიდან უკვე დაიწყო სამუშაოების განახლება. საბედნიეროდ სხეული არ არის. უსახლეობის ნაწილში საცხოვრებელ სახლებს არ შეხებია. ძლიერმა წვიმამ ბახმაროთ ჩეხოტაურის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვაღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა. ახლა ადგილზეა შესაბამისი ტექნიკა და ოფიციალური ინფორმაციით გზის გაწმენდა რამდენიმე საათში დასრულდება. უხმანალექმა პრობლემები შექმნა ადიგენის მუნიციპალიტეტშიც რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლების საქონლის სადგომები დაიხოცა პირუტყვი დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა. დაზარალებული ოჯახები მერის სამსახურმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. სტიქიის ზონაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა. ჩვეულებრივი გზა იყო, სამანქანო გზა იყო, ეგერ ჩადიოდა ღელე, აქ ბოსტანი ქონდა, საცელი ქონდა, ბოსელი, კუხნა აგერაა და რავი მანქანები გალაგებული ეზოში ზევით და რავი ჩამოიტანა ყველაფერი აგერა დაბლა. ძირითადად ორი სოფელი დაზარალდა, ეს არის შოყა და გომარო. ეხლა ჩვენ გომაროში ვიმყოფებით. აქ 7 ოჯახის ევაკუაცია მოგვიხდა. გაცილებით ცუდი მდგომარეობა ჰქონდა გუშინ სოფელ შოყაში. 4 ოჯახი დაზარალდა, 3 უკვე საცხოვრებლად საერთოდ უარგესი არის. იქ საქონლის სადგომი წაიღო წყალმა თავის პირუტყვთან ერთად. ყველა გადაყვანილი ყავს
მეზობლებთან, ნათესავებთან. დღეიდან უკვე ჩვენ გვაქვს მიცემული განკარგულება შესაბამის სამსახურებისთვის, რომ მოვიძიოთ ბინები, სადაც ქირით გავიყვანთ. 5 წუთში შეიქმნა შტაბი ადგილზევე, რომელსაც კოორდინაციას უწევდა საგანგებო სამსახური. საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის არიან აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სომხეთის და ჩინეთის მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. რაც ეხება საომარ მოქმედებებს, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის ამიზნე გახდა სუმის ოლქი. დრონებით თავდასხმის შემდეგ დაზიანებულია 5 მრავალსართულიანი კორპუსი, სავაჭრო ცენტრი და ავტომობილები. დაშავებულია 12 მოქალაქე, მძიმეა ურის მდგომარეობა. იერიში გახორციელდა ოდესაზეც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აფეთქებების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. პარალელურად ცნობილია, რომ მოსკოვს და კიევს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში ხვალ გაიმართება. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში უკრაინის, რუსეთის, შტატების და თურქეთის პრეზიდენტები უნდა ჩაერთონ. საომარი მოქმედებები არ წყდება ღაზაში. ისრაელის იერიშებს ბოლო 1 დღის განმავლობაში 60 ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტის ზონაში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ აცხადებს ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარების და მხარდაჭერის გაეროს სააგენტო. ამ ინფორმაციის თანახმად კონფლიქტის ზონაში მომუშავე ექიმები, ექთნები და ჯანდაცვის სხვა მუშაკები შიმშილის და დაღლილობის გამო გონებას კარგავენ. ევროპის 21 სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინურ ანკლავში ომის დაუყოვნებლივ დასრულების მოწოდებით გამოდის. ამასთან დიპლომატებმა მოუწოდეს ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასაც გაათავისუფლოს ყველა მძევალი, ვინც 2023 წლის ოქტომბერში გაიტაცეს. 27-მდე გაეზარდა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაკაში სამხედრო თვითმფრინავის სკოლის შენობას დაეცა, დაშავდა 170-ზე მეტი ადამიანი. ბანგლადეშის ბოლო ათწლეულების ისტორიაში დედაქალაქში მომხდარი ავიაკატასტროფა ყველაზე მასშტაბურია, გამოცხადებულია გლოვა. დაღუპულთა უმრავლესობა არის სკოლის მოსწავლე. თვითმფრინავის სკოლას მაშინ დაეცა, როდესაც შენობაში გამოცდები ტარდებოდა. ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამძებრო ოპერაცია. და ისევ საქართველოს დედაქალაქის სამგვირაბში LED სანათები დაამონტაჟეს. მერის ინფორმაციით ენერგოეფექტური სანათებით აღიჭურვა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასასვლელი გვირაბი, გალაქტიონის ხიდი და დავით აღმაშენებლის ძეგლის ქვეშ არსებული გვირაბი. სამუშაოები თბილ სერვის ჯგუფმა შეასრულა. განვახორციელეთ 160-მდე LED თანამედროვე ტიპის სანათებით 3 ლოკაციაზე გვირაბებში სანათების შეცვლა, რომელსაც გაცილებით უფრო მეტი შუქტექნიკური ანგარიშის შესაბამისად განათების ხარისხი გააჩნია და ამასთან გამოირჩევა 65%-მდე ეკონომიით. ამ ტიპის სანათების სისხლის ხანგრძლივობა გაცილებით უფრო მაღალია, შესაბამისად მას გაცილებით უფრო იშვიათად ჭირდება სერვისი და უფრო დიდი ხნის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით იქნება განათებული გვირაბები. ეს ლოკაციები, რომელიც ახლა განხორციელდა რეალურად არის ბოლო ამ განათების საფუძველზე, რეალურად შეგიძლიათ ვთქვათ, რომ დავასრულეთ LED სანათებზე გადაყვანა. სენაკმა ზვიად ბოლქვაძის ავტორო კონცერტს უმასპინძლა. მუსიკოსმა მსმენელს საკონცერტო პროგრამა ბენდის თანხლებით წარუდგინა. ზვიად ბოლქვაძე კონცერტებს ხულოსა და ჩოხატაურშიც გამართავს. სხვადასხვა მუსიკალური პროგრამების ხელმისაწვდომობისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა რეგიონში კონცერტების გამართვა. ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძის გვერდით სცენის გაზიარება, ეს არის ნამდვილად დიდი სიამოვნება და მიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივ ქალაქში, სენაკში დავიწყეთ ეს კონცერტების სერია. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მომეცა ზოგადად საშუალება ცხოვრებაში, რომ არა მხოლოდ თბილისში დაუშვათ ბათუმში, არამედ სხვა მშვენიერ განსაკუთრებულ ქალაქებში შევძელი სენაკის მერიას თბილი დახვედრისთვის ძალიან დიდი მადლობა. წლებია კულტურის სამინისტრო აღნიშნულ პროექტს ახორციელებს საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანი და კარგი საჩუქარია. მოსახლეობას აქვს საშუალება შეხვდეს და მოусმინოს პოპულარულ ცნობილ მუსიკოსებს და შემსრულებლებს. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დასმა რეგიონული ტური ჩაატარა ბათუმში, ოზურგეთსა და სენაკში მაყურებელს კლასიკური საბალეტო პროგრამა წარუდგინეს. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვეძლევა შანსი იმის, რომ რეგიონებში ჩამოვიდეთ და ვიცეკვოთ და მაყურებელს გავაცნოთ ჩვენი შემოქმედება და ამისთვის სპეციალურად ქალბატონმა ნინო ანანიაშვილმა არჩია არაჩვეულებრივი პროგრამა. ეს არის კლასიკა პახიდა, რომელიც სხვათა შორის ჯერ თბილისის სცენაზე არ გვიცეკვია და უკვე რეგიონებში ვიცეკვეს. მე ახლახანს დავამთავრე ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებელი და დღეს ვიმყოფები საქართველოს საბალეტო დასთან ერთად რეგიონებში, რაც დიდი ხანი არ ყოფილა. ცოტა ხნის წინ სპექტაკლები გავმართეთ ბათუმში, ოზურგეთში და დღეს სენაკში დავასრულებთ ჩვენ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გასტროლს. არანარკოტიკ სამკაბანის ფარგლებში თბილისის 10 რაიონის მასშტაბით მინიფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდა შეჯიბრში 2500-მდე მოყვარული ჩაერთო. გამარჯვებული გუნდი ჩუღურეთის რაიონის გუნდი გახდა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ტურნირის ორგანიზატორებს. ძალიან კარგად ორგანიზებული ტურნირი იყო. კარგი გუნდები იყვნენ წარმოდგენილები. ჩვენ გავხდით გამარჯვებულები. გამოვლინდა თბილისის ჩემპიონი, გაიმარჯვა ჩუღურეთის რაიონის გუნდმა, ულოცავმაც. თუმცა ვფიქრობ, რომ პროექტის მნიშვნელობა გაცილებით დიდია. ის უწევს პოპულარიზაციას ჯანსაღი ცხოვრების წესს და ვფიქრობ, ასეთი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად უნდა გაგრძელდეს და მუნიციპალიტეტი კვლავაც იქნება მისი მხარდამჭერი. კამპანია არანარკოტიკს ფარგლებში მინიფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი თბილისში დასრულდა. ულოცავ გამარჯვებულ გუნდს და წარმატებებს უსურვებს საქართველოს პირველობაზე. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის გარშემო ამდენი ახალგაზრდა არის გაერთიანებული. გერმანიაში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე საქართველოს პირველი ოქრო მოიპოვა გამარჯვებული ტაიკვანდოისტი ზურაბ კინწურაშვილი გახდა. მან ფინალში ბრაზილიელი ვინისიუს მატოსი დამაჯერებლად დაამარცხა, ჩემპიონი 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. დღეს ყველა ამბავი ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავიერი ჯიზემი ამით გემშვიდობებით ზუსტად 3 საათამდე.